მოგეთ ეხა ჩამოვიდა ნაწილები ამ X5-ის და ვიწყებთ ეხა გახსნას, განხუთვას თუ რავი, რაც ქვია, რა ჯანდაბაც ქვია. ეს ყველაფერი მე უნდა დავახენო. პაპო, პარკინგში რატოა პაპო? დაიწყო. მაგას შეხედეთ რა ხდება. ეგ რა არის პროსტა. გამარჯობა, შენ უყურე ზვაკაც და ალბათ ეს ადგილი გეცნობათ. იდეაში ეს ადგილი თქვენ უკვე დანახი გაქვთ დასრულებულ მდგომარეობაში და ჩვენ ჯერ კიდევ პროცესში ვართ. ეს ვიდეო დაიდება წესით გადაღებიდან დაახლოებით თვე ნახევარში, როცა ესეც დამთავრებული იქნება და მანამდეც რამდენიმე ვიდეო გექნება დანახი. ეს არის რეალურად ჩემი ყოფილი X5M-ის გაცოცხლების მეორე ვიდეო და იმედი მაქვს რომ ბოლო იქნება, თუმცა ეგრე ვერ ვიტყვით. მოკლედ ეხლა ყველაზე საინტერესო ნაწილით აქ ერთი მინუსი არის, რომ გზაზე ბევრი მანქანა დადის და ხმა ცოტა შეგვაწუხებს. მოკლედ ეხლა ჩამოვიდა ნაწილები ამ X5-ის და ვიწყებთ ეხლა გახსნას, განხუთვას თუ რავი, რაც ქვია, რა ჯანდაბაც ქვია და ნელ-ნელა განახეთ რეები ჩამოვიტანე. ესე იგი, ანუ მანქანა რო ვიყიდე, ჯერ რო ვიყიდე ხო რაღაცები გაუკეთე წინა ვიდეოში რაც ნახეთ, ანუ გავაცოცხლე ინდონეზიაზე რომ დადიოდეს. მას ვერ გაიარა დაახლოებით 1200-1300 კილომეტრი უკვე. ეხლა ვიწყებთ რეალურ გაცოცხლებას და კიდე ერთი საკითხი, ანუ რეალურად ტექნიკურ ხარეს ვაცოცხლებ მარტო, იმიტომ რომ ვიზუალისთვის ეხლა ჯერ ვერც ვიცლი და ჩემით ვიზუალს ისეთ რომ არ ვაკეთებ. ვინმე თუ არის ისეთი კომპანია, ანუ ცალკე ინდივიდუალური მღებავი და ჩათვლის რომ ამ მანქანის ხელის მოკიდებას შეძლებს და ისეთის გაკეთებას როგორც უნდა იყოს, პოსტსკრიპტუმ ფერის შეცვლა მინდა. მაგ შემთხვევაში შემეხმიანეთ და ერთად გავაცოცხლოთ გარეთ ავხარი ამ მანქანის, იმიტომ რომ გარეთ მე არაფრის გაკეთებელი არ ვარ, მაქსიმუმ დავშალო ავაწყო. შეღებით მე არ უნდა მიმიშვათ. მოკლედ დავიწყეთ, ეხლა გვაქვს განყუთვა და ესეთი უცნაური განყუთვის ტექნოლოგია გვექნება, იმიტომ რომ შტატივი აქ არ გვაქვს და თენგო ჩვენი ოპერატორ ედიტორი აი კიბეზე დგას და რაღაცებს აკეთებს. ანუ ჩვეულებრივ მუშა პროცესში ვართ, მაგრამ ეს რო არ გამიხსნა, ანუ იმდენი ნაწილია ჩამოსული, რომ ეს რო არ მენახა ვერ მოვითვენდი და თან თქვენს გარეშე რომ მენახა, მე თქვენ ვეღარ განახებდით, იმიტომ რომ განყუთulis ახლიდან განყუთვა ეუბა გამოვიდა და ამიტომ ესე გამოგდის. ვინცაც ჯერ კიდევ არ იცით ეს რა ადგილია, ნუ დახვეწილი და დასრულებული რო იქნება, ეხლა მაგაზე ორი აზრი არ არის, უკვე თქვენ ნანახი გექნებათ როგორც დამთავრებული ობიექტი. ეს არის ჩვენი პატარა შოურუმი და ჩვენი პატარა სერვისი ვერ დავარქვენ. მოკლედ, ანუ ლუკასის და სხვა ბევრი მნიშვნელოვანი პროდუქტის მაღაზია გვაქვს აქ და ნელ-ნელა კიდე ანუ მაქსიმალურად შევეცდები რომ კაი, ანუ ისეთი ნახეთ ხარისხი ჩემთვის რამდენადაც მნიშვნელოვანია, იმდენად მინდა რომ მივაწოდო ყველას ეგ ხარისხი და შესაბამისად ანუ ხარისხი ამ პროდუქტებს ადგილობრივი მომწოდებელი იქნება თუ ჩამოვიტან. ნელ-ნელა რაღაც პროდუქტებს ბევრს დავამატებთ ისეც, რომელიც ყველას გამოგვადგება და რეალურად გვეცოდინება რომ ხარისხი ამ პროდუქტს ყიდულობ და რაღაცაში ფულს არ გადავყრით. ამ ეტაპზე არც ვიცი რა არის, იმიტომ თქვენ როცა ამ ვიდეოს ნახავთ უკვე აკაურობა საერთოდ სხვა კონდიციაში იქნება. ამიტომ ეს არის ჩვენი შოურუმი, ვართ ლოტკინზე, ურიდიას 205 ნომერში. შეგიძლიათ მობრძანეთ, ანუ ლუკასის ზეთი როგორც იქნა ჩამოვიტანეთ, როგორც იქნა, ბევრი ბრძოლის შემდეგ, როგორც იქნა ლუკასის ზეთი გვაქვს, ნუ შესაბამისად ზეთის შეცვლის არ ვიცი რა მოდი რა, იმდენი რამე მაქვს ჩანაფიქრში, რომ ეხლა ამ ვიდეოში მოდი არ გვინდა, თან ბევრი რაღაც უკვე დამატებული და განხორციელებული იქნება, როცა თქვენ ამ ვიდეოს ნახავთ, ამიტომ პირდაპირ განყუთით დავიწყოთ რა. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენი არხის პარტნიორია პრემიუმ ლიზინგი, რომელიც გთავაზობს ავტომობილის ლიზინგით შეძენას და ასევე უკულიზინგის სერვისაც. უკულიზინგში იგულისხმება, რომ თუ ავტომობილი ყავთ და ფული გჭირდებათ, მაგ შემთხვევაში შეგიძლიათ უკულიზინგით ისარგებლოთ, თოლო თუ ავტომობილს ყიდულობთ, მაგ შემთხვევაში ჩვეულებრივი ლიზინგის მომსახურებით. 1000-დან 100,000 ლარამდე აფინანსებენ, აქვთ 0%-იანი გაცემის საკომისიო, დანარჩენ დეტალებზე უკვე შეგიძლიათ პირდაპირ აღწერიდან ლინკზე გადახვიდეთ, ან ფილიალში მიბრძანეთ, ან ტელეფონზე დაუკავშირდეთ, დანარჩენ დეტალებს ყველაფერს რაც დაგაინტერესებთ, უკვე თავად გაგაცნობენ. პირველი ხმაზე ვხვდები უკვე რაც არის, მაგრამ თან ეხა წინ დავგანავიბოდიალო, ამოვიღო გაჩვენო, წამოვიდე. ეს არის გაგიკვირდებათ და მილი. უჟანგავი ფოლადის, ანუ ნეჟავიგის ეგრეთ წოდებული და ცოტა ხანში აგიხსნით ეს მილი რა თმინდოდა, თან ესეთი ფორმის რატო ჩამოვიტანე. მაგას გაჩვენებთ აუცილებლად, ესეთი ორი ცალი მაქვს. ეხლა მე რამენერად უნდა დავორგანიზდე, რომ განყუთული ნივთები დავალაგოთ ცალკე, იმიტომ რომ სავსეა მანქანა და ფიზიკურად გამიჭირდება. ცოტა გზიდან ხმები ისმის, მაგრამ მაგას გვაპატიებთ. იმედია. ნახეთ ენგო რა ჩამოვიტანე. Tingu. სადინრები, რომელიც ამ მანქანას გაუბედურებული აქვს. ეს არის ეს და მეორე გვაქვს ესეთივე სად არის აქ უნდა იდოს აგიაქტებს. ეს არის ზედა პლასმასები, სადინრები, სადაც იდეაში წყალი ჩამოედინება ზევიდან ყველაფერი, X5 და X6 აქვს ესეთი და ესენი მე უბედურდება, ეხლა ჩემს ეს რეზინების დახეული აქვს, მოკლედ არაფერთ აღარ ვარ გაჩემი რა. და ამ შემთხვევაში ესენი ახლები გვექნება და საკმაოდ საჭირო რამეა, იმიტომ რომ ეს თუ არ გიყენია, მე წყალი ძრავისკენ ესხმევა, უბედურდება, ნუ მოკლედ აქ ძელი ისტორიაა. შემდეგი ნივთი. ეს ძალიან საინტერესო ნივთია. იმიტომ რომ გაჩვენებთ ეხლა რატოა ძალიან საინტერესო ნივთი. ეს არის ტურბინის კარტრიჯი.
ამ შემთხვევაში ამ მანქანაზე ორივე ტურბინის კარტრიჯს ვცვლი, იმიტომ რომ ცოტა ზეთი გადააქვს ტურბინებიდან და თვითონ ტურბინების კეთებას, ანუ აღდგენას, ეგეც რა თქმა უნდა შემეძლო ნაწილები ჩავამეტანა და აღგვიდგინა, თუმცა კარტრიჯი მირჩევნია, იმიტომ რომ გაჩერხული ფრთით არის უკვე ეს კარტრიჯი, დაბალანსებულია, შემოწმებულია და ტყუილად აუტკივარი თავი რო არ ავიტკიო, შემიძლია პირდაპირ კარტრიჯი გამოცვალო და მარტივად 1 საათში ორივე ტურბინა გადავაწყო ისე რომ twin-ი არ გამებურბოს. გაჩვენებთ ახლა ამ ტურბინას და გეტყვით კიდე ერთ საინტერესო რაღაცას, რომ ახლა შინაურობაში და ესე კულუარულ წრეებში ყველა მიცის, მაგრამ სახალხოდ არ მიდგომს არავისთვის. ტურბინის კარტრიჯები ჩამომაქვს და ჩამომაქვს ძალიან მაღალი ხარისხის. რა თქმა უნდა, ჩინეთია, ახლა მაგას არ დავიწყებ რაურებას იტალიიდან ვიზნები სხვა რაღაცებს არ დავიწყებ, თუმცა საკმაოდ მაღალი ხარისხია, საკმაოდ კარგად მუშაობს, რა მანქანებზეც დავაყენეთ, ანუ ჯერ რა თქმა უნდა დავტესტებ ორ მანქანაზე და მხოლოდ მას მერე ვამბობ სახალხოდ, რომ ვინმეს თუ ტურბინა გაგიფუშტებს, მნიშვნელობა არ აქვს რა მანქანაა რა. მანქანის მოდელი მომწერეთ, კონკრეტულად ვინ კოდით და გინახოთ მაგ ტურბინის კარტრიჯი მაქვს თუ არა და რა დაგვიждდება რომ ჩამოვიტანოთ. მერე ავდგებით, ან თქვენ გადააწყობთ, ან მე გადავაწყობ, ან რაღაცას ვიზავთ. ეს არის ახლა ბილეტ ფრთით არის, რა თქმა უნდა დაბალანსებულია და უკვე აწყობილი გამზადებულია. ესეთი გვაქვს მეორე ტურბინისთვის. ოღონდ ეს არის ქარხნის ზომა, ანუ ეს ჰიბრიდი არ არის რა, ქარხნის ზომა, უბრალოდ შედარებით უკეთესი ჰაერის ჭრა ექნება ამ ტურბინას ვიდრე ქარხნულს. მეტი არაფერი განსაკუთრებული ამ ტურბინაში არ არის, ახალია, უკეთესად უფრო გადვიდათ დაისპულება. ეს მარტივად რო თქვა რა, მეტი არაფერი ტენგო რა კაი რაღაცეები ჩამოვიდა ტენგო. რა კაი რაღაცეები ჩამოვიდა ტენგო. და ჯერ სათხარ სულ ორი ამანათი მაქვს გასწრილი და სავსეა ბაგაჟნიკი. კაი, ესენიც გეუნებ სანამ არ დავაგდებ არ მოვისვენ. ნახე რა ხდება, ჩეჩევა. აუ ერთი დიდი პარკი მინდა ნაგდოს. მოდი ჰა, მოდი. საბარგულში რა ხდება? და სალონში სალაგია, ანუ სულ საბარგულში არ არის, სალონში სალაგია. აი ესე გამოიყურება საბარგული. ანუ სუყუთები, აი აქ სუყუთებია, სუყუთებით არის სავსე, პარკები, ყველაფერი. ყველა ცალ-ცალკე დეტალია, იმ ყუთებშიც კიდე ბევრი არალაგია. და ეს ყველაფერი ახლა უნდა გავხსნათ. ეს ნაგავი ეხლა ყველაზე პროჭობა რა იქნება, იცი? ესე რომ ვისროლო პარკები. ერთ წუთს წაგართვით რეკლამისთვის, დღეს მინდა რომ გაგაცნოთ ერთი კომპანია, რომელიც არის Car Vertical და რომელიც არის ავტომობილების ისტორიის შემოწმების სერვისი, როგორც ევროპული, ასევე ამერიკული. ამერიკული შემოწმება, ანუ ამოწმებს თავიდან ბოლომდე, ანუ უამრავ ბაზასთან აქვს წდომა და ეს ბაზები ძალიან კარგ და ძალიან ზუსტ ინფორმაციას გვაწვდიან და თან პლუს ამ ყველაფერს ძალიან კარგად გამოიყურება ანალიტიკა, როცა უყურებ და მარტივად ხვდები რასთან გაქვს საქმე. ამ შემთხვევაში მე მინდა გადავამოწმო ერთ-ერთი ევროპული ავტომობილი, იმიტომ რომ ევროპული ავტომობილის შემოწმება ზოგადად Google-ით და რაღაცეებით არ ხდება, ანუ ამერიკულსაც სრულფასოვნად Google-ით ვერ ამოწმებ და რა თქმა უნდა რეპორტი საჭიროა რომ იყიდოს სრულფასოვანი რეპორტი გქონდეს, მაგრამ ევროპულს საერთოდ ვერ ამოწმებს ვერაფრით Car Vertical-ის გარდა. მე ყოველ შემთხვევაში მსგავსი სერვისი არ მინდა გქოს. ეხლა მოდი ერთ-ერთ ვინს შევიყვან და ვნახოთ ამ ვინზე რას გვეტყვის. ეს ამ ვინით ავტომობილი იყიდება MyAuto-ზე, ანუ MyAuto-ზე ვნახეთ ჩვენი ერთი შინაურით გადავამოწმოთ ერთ-ერთი ავტომობილი და ვნახე MyAuto-ზე. რეპორტი ჯერ Car Vertical-ის არ მინახავს, ერთად ვნახოთ რა რეპორტი დაგხვდება, იმიტომ რომ არის Mercedes-ი დიზელი და უწერია, ანუ თან საკმაოდ ძველია და უწერია რომ 186 კილომეტრია გარბენი, რომელსაც მე ფიზიკურად არ მჯერა და რამდენად მართალია მტყუანი ვარ ამ ჩემ რწმენებში ახლა გამოჩნდება და რეალურად იმასაც დავინახოთ Car Vertical-ისგან მიღებული რეპორტი რამდენად კარგი იქნება და რამდენად ცუდი, ანუ რა ინფორმაციას მოგცემს, რამდენად სრულფასოვანი ინფორმაცია გვექნება, ეგ ყველაფერი გამოგვიჩნდება. ესე იგი, შევიყვანოთ ვინი, ამ ვინს არ გამოვაჩენ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რავი რა ძალაა, ვინი რატო გამოვაჩინო. ეძებს ახლა ვინ კოდს ფიზიკურად, ანუ ვინ კოდის კოდის შესახებ ინფორმაციას, ან 300 მილიონზე მეტი დაზიანების რეპორტი აქვს და ასე შემდეგ. Get report. კი ბატონო, ავიღეთ რეპორტი, ანუ ვინ კოდი იპოვა და გვეუბნება რეპორტი გვინდა თუ არა. ამ შემთხვევაში ავიღოთ რეპორტი, ესე გამოვითხოვოთ და ამზადებს ახლა რეპორტს, ანუ ყველა ქვეყნის ბაზას ამოწმებს და ამატებს ამ ინფორმაციას იმისთვის, რომ სწორი ინფორმაცია მოიტანოს ჩვენამდე. ნახოთ, რამდენად სწორ და რამდენად სრულფასოვანი ინფორმაციას მოიტანს, იმიტომ რომ ევროპული ავტომობილის გადასამოწმებლად აი ძალიან კარგი საშუალებაა. ამერიკულისთვისაც რა თქმა უნდა სრულფასოვანი და ძალიან კარგი საშუალებაა, თუმცა ამერიკულის გადამოწმების რაღაც მეთოდები ჩვენ საქართველოში ბევრი ვიცით. აი ევროპულზე თითქმის არავინ არ ვიცით, როგორ უნდა გადავამოწმოთ. მე ყოველ შემთხვევაში ამათ ესენი სანამ არ გამოჩნდებოდნენ, არ ვიცოდი, რომ ევროპულის ამ დონის ისტორიის ნახვა არის შესაძლებელი, მათ თავის დაზიანები, თავის ავარიიან, თავის გარბენიან, ჩამოყრიან, ყველაფრიანად აბსოლუტურად და თუ რა თქმა უნდა თქვენს რეპორტი დაგჭირდებათ, პრომოკოდი ძმაკაცი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეგ პრომოკოდი უნდა ჩაწეროთ რეპორტის შეძენისას და გაჩვენებთ სრულ ინფორმაციას. ესე იგი, შევიძინეთ რეპორტი, არის Mercedes-ი E200, არის დიზელი, გვეუბნება რომ დაზიანება ნახა, ან დაზიანება იპოვა რაღაც წარსულში, ტაქსიში გამოყენების ისტორია არ უჩანს და legal status ანუ ძებნაშიც არ არის ავტომობილი. მოდი ხა ჩამოვყვეთ რეპორტს, ნუ მოპარული არ არისო.
ეგ ნახეთ, უფლებამოსილება სრულად სწორად არის რეგისტრირებული, damage 1 დაზიანება აქვს ნაპოვნი და ეს დაზიანება, ანუ მსუბუქი დაზიანება ქონდა, რომელიც დაახლოებით 500-დან 1500 ევრომდე ჯდებოდა შეკეთება, 2014 წელს აქვს ეს დაზიანება მიღებული გერმანიაში და მას მერე არაფერი დაზიანების კუთხით არ შეცვლილა, ის ანუ კატასტროფებში არ მოყოლილა, მარკეტერი ანუ საბაზრო ღირებულება სავარაუდო ამას გერმანიასაც გვაჩვენებს, რომელიც საქართველოში საერთოდ არაფერში არ გამოგვადგება. ეგ ინფორმაცია ჩვენთვის ზედმეტია, აღჭურვილობასაც გვანახებს, ასევე რითი არის აღჭურვილი, ან ქარხნულად რაფერი იყო, რა აღჭურვილობა ქონდა, სრული ინფორმაცია ჩანს მაგ ყველაფერთან დაკავშირებით, ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გვეუბნება, რომ შეიძლება რაღაცა რიკოლი იყო, ანუ ავტომობილი გამოთხოვილი იყოს უკან ქარხნისგან, რაღაცის შესაკეთებლად და ეს ყველაფერი შეკეთებულია. ორი რეკორდია ნაპოვნი, ანუ ასე detected ავარიასთან დაკავშირებით, ხო, 2014 წლის, ოკეი, 2014 წელს არის ეს რეპორტი ნაპოვნი. სამწუხაროდ მეტი რეპორტი ამ ეტაპზე ამ ავტომობილზე არ გვაქვს. შესაბამისად, ეს ავტომობილი სავარაუდოდ ანუ აქედან დასკვნა შეუძლია გამოვიტანოთ, რომ საკმაოდ დიდი ხანია საქართველოში დადის, ტაქსიში არ გამოყენებულა, დაზიანება ქონდა 2014 წელს. სამწუხაროდ Garmin-ს ვერ ხედავთ აქ, იმიტომ რომ დიდი ხნის გამოყვანილია გერმანიიდან. როგორც ჩანს, რომ დაზიანდა მაშინვე წამოიყვანეს ჩვენსკენ და რეალურად რამდენი აქვს Garmin-ი ამანქანას ვერ გავარკვევთ. ევროპული ეს Mercedes-ი გადავალმოწმეთ, მოდი აქვე კიდე ერთი ავტომობილი გადავალმოწმოთ, უცბად, ჩვენი M6-ი. ჩვენი M6 ხო ვიცით ყველამ რა სჭირდა. ნახოთ რამდენად ზუსტი და სწორი ინფორმაცია გვექნება უკვე ამერიკის შემთხვევაში, WBS. ბოლო ორ ციფრს არ ვასახელებ კიდე და დავასახელე ოღონდ თენგოვარჩასოს. ის ვისუმალო. ეს ვიდეო კიდე საათიანი და ვინკოს მალა. სხვათა შორის ყიდით M6. ვინმეს უნდა. ეხლა გაჩვენეთ რეპორტში როგორი კარგად დაზიანებული იყო სრულფასოვნად და მე თუ ვინმეს ყიდვა გენდავებათ ყიდით, არ არის პრობლემა. რაც კი რამე არსებობს, ყველაფერი წამოიღო. ტაქს, ჩვენი M6-ის ფოტოგალერეა გაიჩიტა. ტაქს, ესე იგი, ტაიტელშიო პრობლემა აქვსო, ავარიაო დაფიქსირებულიო. არ უტაქსავიათო. ეგ უკვე კარგია. ესე გამოიყურებოდა ჩვენი M6-ი ამერიკაში 2024 წლის პირველ თვეში. ეს არის ამერიკიდან სურათების რეპორტი. დღეს უკვე ჩვენს შავი სალონი გვაქვს, რა თქმა უნდა, იმის თუ შავ სალონიანი M6-ი განმოვებოთ. ამანქანას უკვე შავი სალონი აქვს. ესე იგი, ტაქსიო არ უმუშავიაო, არც გაქირავებაშიო, მოპარული არ ყოფილაო, დეტექტორებებს გადიოდაო და ყველაფერი კარგად ქონდაო, სანამ ვიღაცა ჩააყვინთავებდაო. Salvage title found, vehicle rebuild title found. Rebuild title გაიჩნდა. Odometer brand found not action. ხო, ანუ გარბენიო, ბოლო გარბენი არ უფიქსირდებოდა, როცა აუქციონზე გავიდა და მაგით ოწერს სავარაუდოდ. ეგეც იპოვა. დაზიანების რეკორდია და rebuild-ის რეკორდია ნაპოვნი. ანუ ეს 2019 წელს რო გადაღებილი ავტომობილი ეგ რეპორტია. ნახეთ, აი ხა სად არის ძალიან კარგი ძაღლის თავი დამარხული რა. მე რო აქ მენახა და გადამემოწმებინა. ნუ იდეაში აქ რა, სადაც გადამოსამოწმებელი იყო, იქ მაინც რო გადამემოწმებინა, კიდე რაღაცას მივხვდებოდი, მაგრამ აქ უკვე სრულად მიჩანს ეგ რომ 2019-ში მანქანა აღადგინეს rebuild title-ი მისცეს, ანუ title-ის ცვლილება იდეაში არ ჩანდა, იმაში Carfax-იც არ ჩანს ეგრეთ აიტელის ცვლილება. Garmin-ზეც not actual record found წერს, იმიტომ რომ არ არის დარწმუნებული ბოლოს რა Garmin-ი ქონდა. ესე იგი, ბოლოს რა ვიპოვეთ? Junk salvage title, ანუ salvage title-ი რატო აიღო? ეგეც წერია to be determined, vehicle state to be determined. და უკვე გამოგზავნილია, ანუ ექსპორტზეა გაშვებულიო პირდაპირ ეგეც წერია, რომ საქართველოშია წამოსული. We found mild damage, normally won't impact. ანუ დაზიანება ეს 2019-ის დაზიანება, არა, ეს 2023-ის დაზიანება, ანუ ჩაძირული დაზიანებას გვაჩვენებს ეხა. ასევე ნუ BMW M6-ია და ყველა სრული მონაცემი რაც არის ავტომობილის ყველაფერი წერია. როდის გადაფორმდა, ვიზე გადაფორმდა, ეგენიც წერი, ვიზე გადაფორმდა ეგ არ წერია, მაგრამ როდის გადაფორმდა ყველაფერი წერია. 2013, 14, 17, 18, 19, ან დოკუმენტების ცვლილებები წერია თავიდან ბოლომდე, დაზიანების და გაყიდვის თარიღები წერია თავიდან ბოლომდე. სრული რეპორტი გვაქვს მოკლედ M6-თან დაკავშირებით. ეს რეპორტი როგორ განახა თავის დროზე? სავარაუდოდ დარჩებოდა სადაც. დარჩებოდა ამერიკაში, სადაც იყო უფრო სწორედ რომ ვთქვათ და არ მომიწერდა ავტომობილის ქვეშ 5 თვე ცხოვრება და 0-დან საქართველოში არ ავაწყობდი ახალ M6-ს. ამ შემთხვევაში ახალ აწყობილ M6-ს ვყიდით, ანუ ყველანაირი დაზიანებები აღმოფხრილია რაც კიდევ შეიძლებოდა და ასევე გაძლიერებულიც არის. ვინოს თუ გენდავებათ, მაგრამ M6-ის ვიდეოც აკევა გადასაღები ერთი ვიდეო დაგვჭა კიდე სხვაგანაც მაქვს ნახსენები, მაგ ვიდეოს რომ გადავიღეთ, მე ავსინთ M6-თან დაკავშირებით უკვე ყველაფერს. სურათებიც რა კაი ხარისხია. ამ ხარისხის სურათები მაინც რომ ენახა, როგორც მინიმუმ თავშევიკავებდი იმისგან, რა ქვია. აი ამ ეს მაინც გამოჩნდებოდა რა და ყიდვისგან თავშევიკავებდი, მაგრამ სამწუხაროდ არ ჩანდა და მოგვიწია სერვისში ცხოვრება. თქვენს თუ არ გინდათ რომ სერვისში იცხოვროთ, არსებობს car vertical-ი, ძმაკაცის პრომოკოდით 20%-იანი ფასდაკლება გეკუთვნით, ისარგებლეთ, გადაამოწმეთ სრული ავტომობილის ისტორია. ჩვენ კი გავაგზავნეთ დაუბრუნდეთ ახლა ვიდეოს და ჩემი ტანჯვის გაგრძელებას ვუყუროთ.
Так, აჰა, ეს არის საბუქსირის ხუფები. პირდაპირ მანქანის ფერში შავებია, 4-ვია, წინების და უკანების, იმიტომ რომ აკლია ამ მანქანას. წესით შავად უნდა იყოს შეღებილი, კი ბატონო, პრიალა შავია და 4-ვი აქ არის. ეს კარგია. შემდეგ, ისეთი ჰაეროვანია, რომ იმედია შეგინთ რამე დევს. დევს კი. ეს არის წინა ბამპერზე კუთხეზე რო სანათები არ უყენია, ეგ სანათებია, რომლებსაც ჯერ არ დავაყენებ, იმიტომ რომ ვიზუალურად რო დავიწყებ აწყობას, ამას მე დავაყენებ. ამაზე საბუქსირებს შევინახავ, ჯერ ვიზუალურად არ უკეთებ ამ მანქანას არაფერს. საერთოდ, იმიტომ რომ ერთიანად მინდა დავიწყო და დავამთავრო, რომ ნაწილ-ნაწილ არ ვაკეთო რაღაცეები, ამის ნერვები რაღაცა არ მაქვს ნაწილ-ნაწილ კეთების. ეს არის ხელის მუხრუჭის კნოპკა, რომელიც ამ მანქანას მოტეხილია, ანუ ეს არის ამოვარდნილი მუშაობით კი მუშაობ. მაგრამ ეს არის ამოტეხილია და ამ შემთხვევაში შევცვლი ახლით, გვექნება ახალი ხელის მუხრუჭის კნოპკა. так, ეს არის მე მგონი ვიცი რაც არის და თან ძალიან მიხარია თუ ეგ არის. წესით კათაუთი უნდა იყოს ვაკუუმზე აქტივირებული. კი ბატონო, ეგ გახლავთ რამ. ეხლა აქვე ავსვრი რა გვინდოდა, ეს არის კათაუთი, ის რო ჩამოვიტანეთ, რა ქვია. ნერჟავეიკის მილები. აგერ ვაკ ნერჟავეიკის მილი. 3 ინჩიანია, 3 ინჩიანი. აღარ როგორ რაღაც უნდა ავაწყო. გამონაბოლქვ სისტემაზე. ზოგადად ამ მანქანას ქარხნულად გამონაბოლქვის სისტემის კონტროლი აქვს ვაკუუმზე. ორი გარეთადან ჩვეულებრივ გამოდის, ან შიგნითადან და ორ წელს უკონტროლებს ვაკუუმით. თუმცა X5M საერთოდ ხმა არ აქვს, აი საერთოდ რა. და რაღაცა კალხოზი რო არ მეჩაჭი თან მთლიანი ვიხლობის გამოცვლა არ მინდა, იმიტომ რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში მინდა რომ ჩუმი იყოს ეს მანქანა ისეთივე როგორც აქამდე იყო ყველანაირი ტვინის ბურღის გარეშე. ამიტომ გვაქვს ესეთი ვაკუუმის აქტუატორი, რომელიც ვაკუუმზე ჭიმავს დროსელს და აღებს. ანუ ამას ეხლა დავაყენებ 2 წელს, 2 წელი გვაქვს ესეთი და ესეთიც. დავაყენებ გამონაბოლქვ სისტემაზე სანამ ბოლო ბაჩოკამდე შევა. ბოლო ბაჩოკამდე სანამ შევა და ამას დავაყენებ ესე რომ დაბლა ჩახაროს და ეს გამონაბოლქვი რაც აქ გამოვა დაბლა გამოუშვას. და გამონაბოლქვი გვექნება, ანუ ხმაც რეალურად და წესიერი გამონაბოლქვის გამოტანაც გვექნება მარტო მაშინ როცა დაგჭირდება და არა მუდმივად, ანუ ღრიალით არ ვივლი, ჩუმი იქნება მანქანა, მაგრამ სამაგიეროდ როცა გვენდობება რომ წესიერი ხმა გქონდეს და თან წესიურად წავიდეს, ანუ ამას დავაყენებ ისე რომ M-ის კნოპკაზე აქტივირდებოდეს, ანუ M-ის კნოპკაზე როცა M mode როცა ჩაურთავ მანქანას, მხოლოდ მაშინ იმუშავებს ეს და სხვა შემთხვევებში იქნება გაჩუმებული და ისეთივე ჩუმი, როგორც ეხლა არის ეს მანქანა, თან ძალიან ჩუმია. так, გავაგზავნეთ. სანამ ძვირიან და ხარისხიან ნაწილებზე გადავაგზავნეთ ჩინეთში. ეს არის რაზატკის ნაწილები. აი ეგეთენგის. აღე შე რო იძახთი. ხო, ეხლა ვნახავ როგორია. რაზატკიდან ზეთი ხო გადმოგდის. ნუ ეს არის იდეაში კბილანების კომპლექტი, რომელიც რაზატკაში კბილანები რო წვდება, ამ კომპლექტს ვცვლი და რაზატკა აგზელებს მუშაობას. შუა შემთხვევაში რაზატკა მუშაობს, მაგრამ გადმოდის ზეთი. ხო და თენგო ამტკიცებს რომ ესაო შიგნით დგებაო რაზატკის ყელშიო და ეს არის სალინკი რომ არ გადმოვიდეს ზეთი. ეს მოტორჩიკის არის. აბა ისი უნდა იყოს. რაზატკის თვითონ შიდა. ეგ მოტორჩიკის შიდა რაზატკის შეჭება. ეს არის მოტორჩიკის ხუფი. ოკეი. ეს აი ეს. ოკეი. მე ეს იწყობა და ესე ეფარება ხო, მე და აი ეს სადაც ჯდება ხო. იქ აქვს კიდე. არა აქვს იქ არაფერი. ვინ კოდით არა აქვს არაფერი. გავიგე, მაგრამ კოდით არაფერი არა აქვს მან შეჩემა და. ნაყიდი მაქვს შეჩემა და როგორ არა. ეს რომელ მხარეს დგება ესე? ეს რაზატკის მხარეა თუ იმისი? შემოხედე, ამოტრიალე. არა, ეს არის რაზატკის მხარე. ეს არის რაზატკის მხარე. ხო, მაშინ ეს არის, ეს აკეთებს მაგ ფუნქციას. რომ ზეთი არ გამოუშვას რაზატკიდან. კი, მაგრამ აი ეს რაში ზდება, აი ეს. ხო. გარე მხარე. იქ იცვლება კიდე ცალკე. თუ გასავით რაც იყო, რაც გაჩვენა გახსოვს? ხო. პლეიტი რო იყო, მაგას შიგნით აკბილი. კაი, რომ დავშვით ვერ გამოჩნდება რა, იმიტომ რომ ეს არის რა ქვია. ხო, შეიძლება ეგეც იყოს შენთან დაბლებული, ხო, აი გრეთინკა რა. ხო, ანუ ჩემთან იმიდან გადმოდის რა, ზაზორიდან. ორივე შემთხვევაში ვაფრიდან გადმოდის. მე მაინც როგორც ეს რა ქვია, ხამი ავტომოყვარული, ესენიც გამოვიწერე, იმიტომ რომ ვიზუალურად კი არაფერს არ უკეთებ, მაგრამ ჯერ ამ მანქანას, მაგრამ ამ შემთხვევაში ტექნიკურში გავიყვან მე ამას რა და ტექნიკურად გავუკეთებ და მე ვიზუალურად როცა დავამთავრებ. ეს არის შერიტაის საქმე არ არის ეს რა არის. მე შავდისკებზე დამცინით, აი. პოცა, ეს სწორი ვიყიდე მე. აბა ეგ რა. ჩაჭრილია შეჩება. ეს იგი ჩინელი შეცდა. ან სულაც არ დააკვირდი. მე არ დავაკვირდი ვითო? იდეა სწორი უნდა ყოფილიყო. იყოს ჩაჭრილი, მაგრამ სწორი უნდა ყოფილიყო. ოპანა, ქსარეგა, აბა უყურე როგორი შავი. წამო გინდა ზომაში შევადაროთ? თავისას? აგერ არა დგას. სად მივიდიოთ? იმასთან მივიდიოთ, იმ მანქანასთან და შემედარებინა შეჭრა. აი მის მაგიერ ახლა ეს წარმოედგინე. ბევრად მოხდება ვიდრე ის რაც აყენია ქართულად და ძალიან შიგნით არის ესენი რა. ოდნავ აი მე მგონია რომ ეს ზედა ჭრილი უნდა დაждდეს აი მის ზედაპირზე რა ზუსტად რა. და გამოვა იდეალური მაგ შემთხვევაში. კი ბატონო. კონფეტი ძალიან არ გაგვიწეს და ელია ბატონი კი არა. ხო, არა, აცაბაცად არ უნდა ავაწყოთ. მაქსიმალურად ყურადღებით. როცა ვიტყვი დაასვარკე მარტო მაშინ ვასვარკეთ. ვასვარკეთ მაგას? თუ გავუკეთო ამით. გავუკეთო მაგით და როგორც კიდე დაარეგული. მამეთ ამებზე ვითუზა რომ არ ჩანდეს მაინც რა. და მე შავი დავაპულვიზატოროთ აი ეს ადგილები რა. ძალიან მიხარია, გენიოსია, თენგო არის გენიოსი. რო ვიძახი არ გჯერა თქვენ. აი ეს
32. მანე ეს შენ ახლა რაც დათქმის დაშლის სქემები გაგზმაო რაღაცა და ხო და მაგრამ ეს ტიპია რა. და ის სად არის მე რაც ვიყიდე ახლა შენ რაც იყიდე არის აი ამის აკეთ ხარ ანუ არ არის შეჩემა ჯო შენ რაც იყიდე არის აი ეს ოკეი ჩიკის ხუფი ო ესე იგი რაც დათქმის ხარეს რკინა მიდის ეს ესე იგი საერთოდ არ დაიჭერს თქულად ჩამოვიტანე რატო გაჩვენე იმ რაც დათკაზე დედა წავიდა, ეხა this is America or this is radio? ტურბინის და იმის რა ქვია, დაუნპაიპის ყელის ბრაგადკები. ტურბინის და რადიატორის ყელის ბრაგადკები ელინგია ამ შემთხვევაში. მე-4-დამდეც არ მისულ ვარ ჯერ. ეს არის საქშენის მილი ზედა გარდამავალი, რომელიც აქამდე სულობა ეყენა. ამანქანა ჩემ ხელშიც და სხვის ხელშიც და როგორც იქნა ადამიანური ჩამოვიდა, იმედი არ გატყდება. თენგო ეს იმედი არ გატყდება, ხო? ხო, ზედა საქშენი. ანუ თამაშობ ეგრე ზეთის ფილტრები. აი ეს კომპლექტში უნდა მოდიოდეს ზეთის ფილტრი რა. აი ეს ისი ჩაფჩიკი აზე არა ვარ, მაგრამ ვიპოვი. და შემდეგი ყუთი. სტუდიაში. შემდეგი ყუთი სტუდიაში არის, ორი ნაწილი დევს რაღაცა შიგნით. ძალიან საინტერესოა. მონრო, ამორზატორის ჩაშკები. ამ შემთხვევაში M-ს აქვს თავისი, ცალკე ცხოვრები ცხოვრობს და თავისი ჩაშკა აქვს და ამ შემთხვევაში ჩამოვიდანით M-ის ჩაშკები ცალკე ამორზატორის, რომ ჭრაჭუნი, ბრაგუნი, პლაკუნი და რაღაც ფლაკუნები რაც ამჟამად ახასიათებს, ეს ყველაფერი გაუქროთ. რა თქმა უნდა, ორივე. აბა ერთ წელს ხო არ შევცვლით, ვის გაუგია ერთ წელს შესვლა, მეორე ხარ ეს ხმა არა აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთი წელი შესვლა მაინც ვანდალიზმია, ამიტომ ვცვლით ორივე. იმენა ერთი მანქანა ნაწილები მაქვს ჩამოტანილი. ეს ყველაფერი მე უნდა დავაყენო? ესე იგი, ანუ წეროები განსხვავებულია და იმედი მაქვს, რომ ამაზე წერო იმის აქვს დაყენებული და რო დავშლი, არ აღმოჩნდება ჩვეულებრივი 70-ს აყენია და საქართველოს მასშტაბით არ მომიწევს წერო ზემნა. ზედა გიტარასაც შეეხება, ზედა გიტარა კიდე მარტივი მოსაგვარებელია, იმიტომ რომ ტულკებს ცალკე იყიდი, ანუ ტულკები ლეფორდერის ადგილობრივად იშოვება, ანუ ნორმალური ბრენდის ადგილობრივად იშოვი და ტულკებს გამოცვლი. ასევე შარავოიც ეცვლება კიდევაც და აღდგენაც შესაძლებელია და ანუ მაგ პრობლემას სავანაძე ზედა გიტარას მარტივად მოგვარებ არ იყო იმის გიტარების გამოწერა ამ შემთხვევაში აუცილებელი. ქვედებს რაც შეეხება, ქვედებს ყველა ფორმა, ყველა ვარიანტში განსხვავებული და ქვედების არ ვიყავი დარწმუნებული რომ თავ MS უყენია, ანუ არ ვარ დარწმუნებული რომ MS ეყენა, ამიტომ მერჩივნა რომ გამომეცვალა რა და ტვინი არ გამებურა მაგაზე. კაი, ეხლა ეს ყველაფერი ჩავყარეთ ისე უკან და გავაგზელეთ განყუთვა. გავაგზელეთ შემდეგი ყუთი. ეს საკმაოდ საინტერესო ყუთია. ეხლა რა ხდება? დავიწყოთ წვრილმან-წვრილმანებით. ნუ კრეშკის ბრაგადკები ვიქტორიინსი ერთი აქ არის და მეორეც აგერ არის, ჩაკვეთებული, ჩაწებებული, ჩატენილი. ამას ამ ყუთში ჩაუშვებ. მოდი ამ ხელი რო არ შეგიშალა, კაცში ნერვები ვიშოთ, ისე გავწევ. Так, ეს არის თერმოსტატი, რომელიც შეცდომაში გვაქვს, რომ თერმოსტატის სენსორს ვერ ხედავს და მანქანას რაღაცა მეორადი თერმოსტატი მოყვა ეგ და შიგნით, მაგრამ მაგის დამყენებელი მე არა ვარ და შესაბამისად ჩამოვიტანე თერმოსტატი, რომ სენსორმაც იმუშაოს და თერმოსტატის ახალი იყოს და დარწმუნებული ვიყოთ, რომ სადღაცა წყალს არ აგვიდუღებს და ძრავს ნაჭყაპურთებს არ გავაყრევინებთ. ესე ვეროდ მარტივი იყო ამ პრობლემის მოგვარება. მარჯვნივ გამოიწეს შენა მომაგენი. Так, გავაგზელეთ. ეს არის ტურბინის სლივის ბრაგადკები, ზეთის სლივის ბრაგადკები. ეს არის უკვე აალების სანთლები ჩამოვიტანეთ ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ბოში და იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ბოში უყენია ორიგინალში ამ მანქანას და მერჩივნა ორიგინალში ბოში ჩამომეტანა, ვიდრე რაღაც სხვა დამეყენებინა. NŽK-ს დგება ქარხნულად, თუმცა ამ შემთხვევაში ამაზე თავიდან მე წინასწაზეც ბოში მეყენა. როგორც მასოზე M6-ს ბოში მიყენია და მერჩივნა ისე ბოში დამეყენებინა, იმიტომ რომ ვიცი რომ მუშაობს. სიცხოთშორის სადაურებია რა წერია. ბოშის ქარხნების მდებარეობები, მაგრამ აირდაირია და ამიტომ ძალიან საინტერესოა შეფუთოზე Made in Germany, ხო? ეს გერმანიის ქარხანა ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, გვაქვს 8 სვეჩი, ეს არის იგივე რაც BMW გრუპის M რაც არის, ოღონდ ამ შემთხვევაში ამაზე M არ აწერია, იმიტომ რომ ბოშისგან არის ნაყიდი და არა ფიზიკურად BMW გრუპისგან, იმიტომ რომ BMW გრუპში 4-ჯერ ზვირიღის თუ 3-ჯერ ზვირიღის იგივე სვეჩი და ფიზიკურად ადრე შედარებული მაქვს ერთმანეთს და ზუსტად იდენტური იყო, ამიტომ თქვა ზემეთი ფულის გადაყრა არ ღირს. ეს რა ჩამოვიტანე ახლა როგორ მაინტერესებს. ვიცი რაც არის. ეს არის ინჟექტორის შაიბა. საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა ზოგადად ეს შაიბები. თითო ღირს $10-მდე. უბრალოდ ინჟექტორის ჩაჯდომის წესი, ანუ ინჟექტორი სადაც დება, იმ ადგილზე არის ეგრეთ წოდებული პრაგრატის ფუნქციას ასრულებს, ანუ ფიზიკურად ჩაჯდომის პოზიციას არეგულირებს ეს. ეს როცა რამდენჯერმე არის გამოყენებული და დამჯდარია, მაგ შემთხვევაში ინჟექტორი ვეღარ ჯდება თავის ადგილზე და შეიძლება ოდნავ მეტად იყოს გაშვერილი, ან შეიძლება უბრალოდ გაიჭედოს და ცერად ჩავიდეს. ამიტომ ამ ექსპერიმენტსაც არ ჩავატარებ და მირჩევნია რომ ესენი ახლები მეყენოს და ტვინი არ გამებურგოს წვის სისტემაზე, მოკლედ ანუ ტვინი არ უნდა მებურღებოდეს არც ერთ შემთხვევაში. გადავედით შემდეგზე 8 ცალი ბაბინა გვაქვს Delphi და ამ შემთხვევაში
შემთხვევაში ამ ავტომობილს ვინკოდის მიხედვით და აწყობილი ელექტრონიკის მიხედვით ყველაზე კარგად მუშაობს ეს დელფის ბაბინები. ელდორი ძალიან კარგად მუშაობს და ელდორი აკნინია. ამ შემთხვევაში ამ მანქანაზე ყოველ შემთხვევაში მე რო გავუყიდე. მაშინ ელდორები ეყენა, მაგრამ მას მე ბევრი დროც გავიდა. თან დარწმუნებული ვარ ეს პერებოი რო ქონდა რა, მე რო პერებოიანი წამოვიყვანე ეს მანქანა. რაღაცეების შალიც დაიწყებდნენ რა, ზოგი ბაბინას გამოცვლი და ზოგი იმას, ზოგი ამას და მაგის ნერვები არ მაქვს. მირჩევნია რომ ავე ბაბინა ახალი მეყენოს და ტვინი არ გამებურღოს, ვიდრე აი ხა ბაბინებზე ექსპერიმენტები ვატარო და მე რო დავშნი, მე აღმოაჩინო რომ იცი რა, ბაბინები არ გვაქვს და მოდი რამე ვქნათ. მაგრამ ჩვენი გაყოთ ამიდასვლა გერმანიიდან ნაწილები გზაში გვაქვს, ჯერ არ ჩამოვხსნე და ეგეც ცოტა ხანში ჩამოვა და ერთიანად დავიწყოთ მე აწყობას და დანარჩენს უკვე ნახავთ ვიდეოში, რას სად როგორ ვაკეთებთ. წავით. ესე იგი, ხვალიდან ვიწყებთ ამ მანქანის გაკეთებას და ეხლა მოვიყვანე ქვევიდან დასარიცხად, ანუ იდეაში ქვევიდან ვიწყავ, იმიტომ რომ ნახო ზეთები ზუსტად საიდან რა გაზდის და ზოგადად რა, როცა ვაკეთებ რაღაცა გაზდის, ჯობია რომ სანამ დაშლი დავაწყოთ, ქვევიდან გაერწყო და დარწმუნდეთ საიდან რა გაზდის, რა ჭირს. და მისუხეთ ბევრად მარტივია მე მოგყავს გაკეთება, ვიდრე იმკითხაო და თან ეხა ისეთი დასრულია ეს ქვევით, რომ რეალურად თუ არ ვიპოვე საიდან გაზდის, მთელი მანქანა უნდა გამოვცვალო ფაქტობრივად და ეგ რა დაგმართოს ყველაზე მარტივი გამოსავალი არის გადავამოწოთ ზუსტად გარეცხილზე პირდაპირ გამოჩნდება საიდან ჩამოსდის თუ რამე ჩამოსდის. ესე იგი, როგორც იქნა, აი ამას აქ რო დგას, დაადგა საშველი, ჩამოვიყვანთ. ეხლა ნელ-ნელა კიდე განვყუთავ რაღაცებს, ანუ იმიტომ რომ კიდე გერმანიის ნაწილები ჩამოვიდა. ადგილობრივი რაღაცები ვიყიდე, რაღაცები რა ოხრად ნაწილები შევიძინე ადგილობრივად. მაგ ყველაფერს გავხსნი, გაჩვენებთ რა ვიყიდე, იდეაში რეებს ვაკეთებთ ამ მანქანაზე და მე დავიწყებთ უკვე დაშლას. სანამ დაშლას დავიწყებთ, სია უნდა შევადგინოთ და ეგ სიაც ერთად შევადგინოთ, რა გვაქვს ამ მანქანაზე გასაკეთებელი, იმიტომ რომ იმდენი რამეა რომ რაღაცა დაგვავიწყდება უეჭველი. მაგრამ ნოლიდან დავაწყოთ მანქანა, ფაქტობრივად ეგრე გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ ისე დადის რომ ჩეკი არ უნთია, მაინც ნოლიდან არის ასაწყობი იმდენი რამე ჭირს ერთდროულად. მაგ ყველაფერს ერთად გავივლით, ეხლა ცოტა ხანში უკვე. აი ეს ჯართი მოათრია ბოლო. ბოლო ის იყო. პაპო არ პატარა მეჯართი, აი პატარა მეჯართია. აი ეს არის ვაკუუმის აკუმულატორი. და დიდი შანსია რომ უკან ეხა იმებს რო ვამატებთ, გათაუთებს. ვაკუუმი არ გვეყოს. და ერთი ცალი აკუმულატორის უკან ჩამატება მოგვიწიოს სოლენოიდამდე, რომ უკან ვაკუუმი კონდეს მუდმივად და გათაუთის გახსნის დრო რომ მოვა, ეგრე არ გაიხსნას. მოდი შევაყენოთ. ნაწილებს გადმოვალაგებ, განვყუთავ დანარჩენს კიდე. ოპერატორი არ ყავს, იმიტომ რომ ოპერატორი იმ საქმეს აკეთებს, რომელიც თქვენ უკვე იცით, რომ გააკეთა. ლოტკიზე. ოპერატორი კირის კარაშულს. ჩადებიან ბაღიდან. ეს კიდე ერთი ახალი შეცდომა დაემატა მანქანას, რომელიც ყიდვის დროს არ ქონდა. გადაცემათა კოლოფი პეში არ ვარდება და ეგეც გასარკვევი გვაქვს და გასაკეთებელი რატო. ეხლა ჩვენ გვინდა ნოუთი და ნოუთში ჩავწეროთ X5-ზე გასაკეთებელი რაღაცეები. ესე იგი, გადაცემათა არის კაროვკა პეში არ ვარდება. რაზ პეშელი მე ვიცოდი მოსწავლე. რატო? ზეთი არ ყოფნის? აბა, ბოლტი არ მოგიშვია წესივრად? აბა, ბოლტი არ მოგიშვია წესივრად? ხო ვარდებოდა კაცო. ხან ვარდებოდა ხან არა? ეხლა ვაფშე აღარ ვარდება. პაპა, ბოლტი, პაპა. გამოვშინდა კაკრას. შენი. რაზდატკის ჰერმეტიზაცია და ზეთის შეცვლა. ჰიდრავლიკის სისტემის სრული დაცლა, შლანგის შეცვლა და შევსება, ედისის კლაპნების და შტეკერების გადამოწმება, კლაპნის სალნიკები, თერმოსტატი, ზეთის ჟონვების აღმოფხვრა, რუჩნიკის კნოპკა, ძღოლის კარის პრისოსკა, ვიხლობის ჰერმეტიზაცია, ვიხლობის გადაკეთება გათაუთებით, ტურბინის კარტრიჯები, რადიატორების შეცვლა, პარკინგების აღდგენა,
ეს რაც ვიცი. ეხლა წავიდეთ დიაგნოსტიკაში კიდე რა წერია. ნახოთ. კარგი, კაი გასართობი გველოდება. ძრავში, უი, ხო, პირდაპირ აქვე გამახსენდა. ჩემთვის ეს ოდის გამიგეთ. როცა გინდა. ანუ, შე თუ გაქვს სურვილი რომ გავაკეთოთ, გავაკეთებ, კაცო. გუშინ დადიოდი მაგის ციო იძახდი და ძალით რანაირად მეთქვა გავაკეთებ თქო. თორე რავი, როცა შენ იტყვი. დღეს წავიღო დიაგნოსტიკა და ნახოთ საღამოს რა ჭირს. ე გაუგდი მე ბენზოზე. ბენზოზე მე რა უნდა გაიკეთო შლანგი სტრუკლანგა შესაძლებელი. რო შეცვლი მე ნახოთ რატო არ იმუსდება და გავაკეთებ. რაც არ უნდა ჭირდეს და სტრუკას თუ არ გამოცვლი, პროსტა აგვიდუხდება და ვერ გავიგებთ რა ჭირს რა. მაინც საკაცო ნუ მალაპარაკებ რაღაცა გამომრჩა. რა იყო? ხადავის ბიოტექი. არა, ხადავის გავცდით. თერმოსტატი მიწერია, კიდე რაღაცა იყო იქ. სვეჩები ბაბინები და ხო, ტურბინის პომპა მარცხენა, ტეკერი თურთ შტეკერი ექნება ამას გადასაკეთებელი, იმიტომ რომ გადაკეთებული აქვს და არ მუშაობს. ქარაქსის სისტემა. ამას ეხლა არ ვაკეთებთ, თუმცა არც ერთი ის აღარ მუშაობს, კომფორტი, არც ერთი სახელური და რა ჯანდაბა დაემართა არ ვიცი, მაგრამ 4-ვე შეცდომაში გვიწერია და უნდა ალბათ სათითაოდ ჩავხსრინ და ნახავ რომელიმე იქნება გაცოცხლდეს, თლიან ქსელს ხო არ აშტერებს რომელიღაცა რა, მაგის შანსი არსებობს, რომ ერთი იყოს გაფუჭებული და თლიან ქსელს აყევდეს. ძრავის მხარეს, ესე იგი, ტემპერატურის სენსორი ვიცით, თერმოსტატი ვიცით, პომპა ვიცით, კიდევ პომპა ვიცით, კიდევ პომპა ვიცით, კიდევ პომპა ვიცით. პომპა გააკეთეთო წერია. Classification resistors გვიწერს რაზდატკის მოტორჩიკზე, მაგრამ მე მგონია რომ უბრალოდ კაროვკაში ეს რაზდატკაში ზეთი არ არის და წინაღობა ზედმეტად დიდი აქვს მოტორჩიკს და მაგის გამო პაკეტებს რო ვერ პრესავს, ანუ პაკეტები რო არ მუშაობს. მაგის გამო გვაქვს ეს შეცდომა, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული ეგ სანახავია. ნუ პარკინგში არ ვარვადება, ეგ გასაგებია, მაგრამ ესა კასი წერს რომ input selector level position impossible. ანუ კასი წერს რომ ამის გამო შეიძლება იყოს პრობლემა, მაგრამ არ მჯერამე. თუ ამის გამო შეიძლება იყოს უნდა გვეგდოს ორი კულისა წესით და ჩამოვიტან და ერთსაც, ანუ პროსტა ვწდი, კაგას რუჩნიკის კრომკა ხო უნდა მოხსნა მაინც. და შევაერთებ და ნახავ რა წეს. თუ ამის გამო მე ამას დავშლი და გავაკეთებ. იმობილიზერ ბასფოლტი არ გვაინტერესებს, წინა პარკინგები წერია, ეგეც ჩავწერეთ, ზღოლის კამის ნორმალიზაცია, ეგ პრობლემა არ არის, გავატარებ. მარჯვენა სარკე გვაქვს შესაძლებელი და მოდი ამას მივაწერთ მარჯვენა სარკე, ვიცით რომ გჭირდება. ხო, მეში რა ქვია, პადესკაში გვაქვს გასარკვევი რა ჭირს, თუმ პადუშკა ან კლაპანი რაღაც ტრუბკაშია პრობლემა რაღაც ეგეთი ჭირს. Converter lockup clutch fault in disengagement of converter lockup clutch. ასე რა ქვია მუფტის გათიშვას როცა ცდილობს, მაგ შემთხვევაში შეცდომა დაინახა, რამდენჯერ აქვს დანახული, ერთხელ აქვს დანახული 200 კილომეტრის წინ. კაი, ეგ არა უშავს. всё, მეტი შეცდომებში არ გვაქვს ისეთი არაფერი. ეს ყველაფერი გასაგებია. რისი მეთქა კაცო? რატო ამოწევ ძროვის მეთქა? ის ერთხელ კი არ დაწერა, რასპედული სენსორი დაწერა, ერთხელ შეიძლება მანქანაში ჩაჯექი და. ანუ პაპო ერთ არსი, ერთხელ დაждდა, რასპედული სენსორი დაწერა მანქანაში შეცდომა. ანუ დაждდა რაც ნიშნავს. დაახლოებით 200 მეტრი აგორდა ნელი სიარული და 200 მეტრი უკან ჩამოგორდა ნელი სიარული. მანქანა ყავდა რამდენიმე დღის წამოყვანილი. ანუ რამდენიმე დღის წამოყვანილ მანქანაზე მანამდე ჩეკი არ აუნთია, აი პირველ ვიდეოში რაც ნახეთ, რაც გავაკეთეთ, მას ვერ ჩეკი არ აუნთია მანქანას. პაპო დაждდა, სადაც აგორდა 200 მეტრზე უკან ჩამოგორდა, მოვიდა ჩეკანთებული. ვა, რა ჭირს გადავამოწმე წეს მარცხენა გალოკაზე რასპედულის პოზიციის მდგომარეობას არ მოსწონს. ნიხუიასი მეთქი წავშალე ეს შეცდომა, მას მე 1600 რაღაც კილომეტრი მაქვს გავლილი და აღარ დაუბრუნებია ეს შეცდომა. ხო და რასპედული კი არ ფაქს გადასაუწებელი შე რაღაც ჩაჯდე მანქანაში ვაფშე. კარო გაალახა, ხო, ანუ პაპა მოახერხა და კაროკა ანუ აღარ ჩაჯდე რა, მოდი დაანებე თავი რა. ერთ პარკინგზე და მეორეზე გადავყავდა ბრალო. პარკინგზე გადაყენება სადა მანქანის. ანუ ნახე, ხა ამას საავადმყოფო ზეთი აკლია რა. არ გამიკვირდება რომ კაროკაში საკაიფო ზეთი ეკლდეს. კი არა და დარწმუნებულია რომ ეკლდება, მაგრამ პაპამ ანუ ჩვენ არსებულ მაღაზიასთან ერთ ადგილას იდგა, გამოიყვანა და მეორე ადგილას უნდა შეეყენებინა 4-ჯერ ხალასდოდა მანქანა. თავისით. ეს თავისით. ოღონდ, ეგ ყველაფერი ჩემს ხელში არც მანამდე უქნია და არც მას მერე. ხო და მე მგონი აღარ დაждე. არა, სხვანაირად ხო არ ატარებ რა, ვიცი? აპო არის თარსი. პაპო გოჭი რატო ქვია, იცით ეგ? აბა დაწერეთ კომენტარებში. კომენტარებში დაწერეთ, ანუ კომენტარებში დაწერეთ პაპო გოჭს რატო ვეძახი პაპო გოჭს. ანუ რატო შეერქვა პაპო გოჭის სახელი. პეპა გოჭიდან არ მოდის თან ეგ ყველაფერი. ანუ პაპო გოჭს სრულიად ლოგიკურად დამსახურებულად ქვია პაპო გოჭი და თან ვიზუალზე საერთოდ არ არის არაფერ შუაში. ანუ გოჭი ვით პუტკუნაა და საყვარელია, მაგრამ არაფერ შუაში არ არის.
ბარემ გადაიღე აქ თოხარე რა. ესე იგი, ეს უკვე ადგილობრივად და გერმანიდან ჩამოსული ნივთებია. მოდით თან განვყუთოთ ბარემ და თანმიმდევრობით გავაგრძელოთ მე უკვე რას როგორ ვაკეთებთ. რამდენ ხანს ჩამოიღებ ძრავს? საღამოს ჩამოღებული გექნება. ოღონდ განაძრავის შემოღებაზე გჭირდება მაგდენით, რომ პროსტა რაღაცები გვაქვს მანამდე გასაკეთებელი და კარგულად დავცალოთ და რაღაცები ქნა და მაგითო დროს წაიღებს სწორედ. ჩამოღებით საქმეზე რომ იდგეს, ალბათ მაქსიმუმ 3 საათი. 3 საათი, თან ცხვირი ვაქვს დასაშლელი. დღეს ხო სხვა მეთოდით ხსნით ძრავს, იმიტომ რომ ცხვირი მაინც დასაშლელია და ჯობია ცხვირი მოვსვან და ბევრად მარტივი იქნება ჩამოსაღებათაც და შესაძლებლად. ესე იგი, ჩამოვიდა ჩვენი გერმანია. ეს არის რაღაცის სალნიკი, არ ვიცი ისი გამოვიწერენ, მაგრამ ეთყობა მნიშვნელოვანი იყო, ეს რაღაც სალნიკია და ეთყობა მნიშვნელოვანი იყო, ნეტა ის სალნიკები გამოვიწერე, არ ვიცი. ეს არის პილნიკები თავისი ლიმონჩიკები, წინები, ორიგინალის გარდა არაფერი არ შეუებოდა და ამიტომ ორიგინალია ჩამოტანილი, ესენიც ორიგინალები ამ შემთხვევაში. ასევე არის ამორტიზატორზე ზამბარასა დაждდება ის რეზინები, ესენიც ორიგინალი, რო პრუჟინა დაждდეს და რეზინი მოჩათლახებული არ გვეყენოს და ეგეთი ხმებით არ ვიაროთ, იმიტომ რომ ეხლა დავდივარ. მეტი ამ ყუთში არაფერი არ არის. გერმანიის ცენტრიდან მეტი არაფერი არ ჩამოგსულია. ეხლა გავაგზავნეთ მეორე წეს ყუმბარის პილნიკები უნდა იყოს. ესენი მართლა რო ვთქვა, რატო ჩამოვიტანი არ ვიცი, შემიძლია აქვე მეყიდა. რატო გადავწყვიტე რომ გერმანიიდან და მეტრია მაგის ახსნა არ მოქვს, მაგრამ ვიყავს ხოლმე რა ნაწილების გამოწერა. Так, ნამდვილად მცამდე მართალი ვარ, ეს არის ყუმბარის პილნიკები, გარეები, ორივე ჩამოვიტანე, კი ერთი აქვს შესაძლებელი, მაგრამ არა, როცა X-ის პატრონი ხარ დააგდე და მეორე როდის დაგჭირდება არის წინ, ჯობია კონდეს. მოგეთ ესე გამოიყურება ახალი ყუმბარის პილნიკი, თავისი ყველაფრით ხამუთებიან ტაოცაყოლები რამოთუყურება რა ჯიგრებია. ეს რა არის? სუხოის რეზინები, სუხოის ზომა უნდა განახო. სუხოის ზომაზე უნდა გაყადა. სუხოისტია. არაფერი შემიძლია. კლავი გადისადე. მოგეთ ორი უკანა, ორი წინა. всё, სუხოის რეზინები და პილნიკები გვაქვს გერმანიიდან მარტო. ეს სულ ამანქანის ნაწილებია, აქ რაც ალაგია. ანუ აი აქ რაც ალაგია, ქვეშ რაც ყრია იმიანად, სულ ამანქანის ნაწილებია. ტაქს ზეთის ფილტრი იქით გადადე? ხო, კაროკის ზეთის ფილტრის გადავდეთ. კაროკის ზეთის ფილტრი სხვათა შორის ბარემ ერთმანეთს ახსნი რა, მოდი კაროკის ზეთის ფილტრთან. M6 განსხვავებული, ანუ სხვა ყველა 6 HP-ს უყენია მთლიანი პლასმასის კარტერი. მთლიანი პლასმასის ფილტრია რა, ანუ ყოველთვის ფილტრი არის კარტერი და ფილტრი ერთად. ხო, მასში ჩაშენებული ფილტრით. M-ის შემთხვევაში, X5M-ის შემთხვევაში ფილტრი თავის პაგატკიანად გამოიყურება ესე, იმიტომ რომ ქარხნულად მოყვება M-ს ალუმინის კარტერი კაროკაზე, რომ კარგად გაგრილდეს, ანუ დიდი ესეთი ჭრილები აქვს, რომ გაგრილებაში გაცილებით უკეთესად გაგრილდეს, გაგრილებაში გაცილებით ეხმარება ეს ჭრილები და მაგის გამო ესე გამოიყურება X5M-ის 6 HP-ს ფილტრი. 6 HP-ს ფილტრი დანარჩენი ყველა არის ერთნაირი, ყველა ერთმანეთს გავს. აბა დავიწყოთ ძიმი არტილერია. წინა ქვედა გიტარები, ლენფორდერი, უბრალოდ წინა სწორი გიტარები, რატო დაარქვეს ამას სწორი გიტარა, არ ვიცი, იმიტომ რომ ორივე მოღუნულია. ჰიდრაულიკის ზეთი, კიდე ერთი საკითხი ბარემ, ამ ჰიდრაულიკის ზეთზე მოდი აქვე ავხსნათ. ეს არის CHF-11. სპეციალური მწვანე ჰიდრაულიკის ზეთია, არა მხოლოდ BMW-ში, ანუ Audi-ში და ბევრ ბრენდში გამოიყენება. და გამოიყენება რატო? როცა დაკიდების სისტემაც ამ ჰიდრაულიკაზე, რამაზა, რა ვახარ. გადავღე რამაზას ერთი. რა გინდა ორიანი? აი ზეთი რო ჩავას. 2 ლიტრია? არა. აბა? 20 გრამი. ორ ტაქტიანი ზეთი გინდა? არა, საიდან ამაქვს ორ ტაქტიანი ზეთი? უთიანი. მოულებრივ ვახაც. იდეაში არ წავა. ნახე, ის მოიცა ტრიტმენტიც გამოიყენე მან, ნახე, რომ არაფერი დახაზოთ და არ გააფუჭოთ. ეს ზეთი არ არის, ეს არის ტრიტმენტი. მაგრამ, ანუ საწვავის სისტემაში გამოიყენება და არაფერი არ გააფუჭოთ, მაგისთვის შეპოხავს. ხო. ეს და ეხა ამას ჩაამატეთ ცოტა ჩვეულებრივი ზეთი და დანარჩენი ეს რა ქვია, ის გაუშვით. მოკლედ, დაუბრუნდეთ ისე CHF-ს. პაპოვიქიდან უფრო კარგად გამოჩნდებოდა და ასე დაუბრუნდეთ CHF-ს. ანუ CHF-ის თავარი ჩანაფიქრი, ანუ მწვანე რო არის ფერი არ არის. თავარი ჩანაფიქრი არის იმის ამ ზეთის ის, რომ ზოგადად სადაც CHF-ი გამოიყენება, ძირითადად CHF-ზე, ანუ ჰიდრაულიკის ზეთზე, ჰიდრაულიკური წნევით მომუშავე რამდენიმე სისტემაა ჩამოკიდებული. ამ შემთხვევაში ამ ავტომობილზე ჰიდრაულიკურ წნევაზე არის დამოკიდებული საჭის მექანიზმი და დაკიდების სისტემა, ანუ მშრალი ამორტიზატორები, სუხოა EDC, ეგრეთ წოდებული ელექტრონიკ დამპინგ კონტროლი, რომელიც მშრალი ამორტიზატორების გადაჭიმებას უზრუნველყოფს. მშრალი ამორტიზატორების პიკური წნევა არის დაახლოებით 180 ბარი. ჩვეულებრივი ჰიდრაულიკური ზეთის პიკური მუშა წნევა არის დაახლოებით 50 ბარი. როცა ასხავ ესეთ სისტემაში ჩვეულებრივ ზეთს, ამ შემთხვევაში წყალდება, წნევას ვერ ქმნის და აფუჭებს თვითონ ჰიდრაულიკის ნასოს და აფუჭებს ასევე იმ სისტემებს, სადაც ეს ჰიდრაულიკის ზეთი გამოიყენება. ამიტომ, აი ხა ამ მანქანაში რო თუ გახსოვთ წინა ვიდეოში, რო ჩამოვასხი და წითელი ზეთი რო დავხვდა, გულმა რო დამარტყა. არ ვიცი გადაღებული არის თუ არა, მაგრამ გულმა მაგიტო დამარტყა, რომ რამენერეთ თან ჩვეულებრივ მანქანებში ხო ზოგადად
საშუალოდ ჰიდრაულიკაში 1 ლიტრი ზეთი გამოიყენება. აქ გამოიყენება 3 და 800 და რამენაირად უნდა გამოურეცხო სისტემა და გამოვიღო ის წითელი ზეთი და მთლიანად ამით შევცვალო, რომ რამენაირად ჰიდრაულიკის სისტემა იმუშაოს, რომელიც ეხლა არ მუშაობს. საერთოდ ანუ რულის მექანიზმის სისტემა ცალკე ქართულად როგორ თქვა ყობს. და დაკიდების სისტემაც იგივე საკეთებს. ანუ არ მუშაობს არც ერთი, იმიტომ რომ ჯერ ერთი შლანგი ეყენათ ჰიდრაულიკის რესტრიქტორის გარეშე. მაგასაც გაჩვენებთ ეხლავე რა არის. Edison 70-ებს, არა მხოლოდ AIMS, ზოგადად სადაც Edison ეყენია. უყენია დიდი ჰიდრაულიკის ნასოსი, რომელშიც არის 2 კონტური და ამ 2 კონტურში ერთი კონტურიდან მიდის წნევა დაკიდების სისტემაში, მშრალი ამორტიზატორების სისტემაში, მეორედან რულის საჭის მექანიზმში. უყენია გაგრილებაზე ესეთი შლანგი საჭის მექანიზმის და ამ შლანგს რეალურად აი ამაში შიგნით აქვს ხალხმოთ რესტრიქტორი, ანუ მოჭერილია და გაცილებით ნაკლები გამტარობა აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ არის. ერთი შეხედვით ახლა ამაზე გაცილებით ნაკლები დიამეტრია აი ეს. იმის გამო რომ ჩვეულებრივ ეს შლანგი როცა ფუჭდება ძალიან რთული საშოვნელია და ამ შემთხვევაში დიდი მადლობა მანქანის ყოფილ პატრონს რომ გამოაყოლა და სადღაცას ისოვა, არ ვიცი სად ისოვა, მაგრამ ადრიერი ვარ, იმიტომ რომ ამის ზემა რომ დამჭირებოდა, მაგრად დავიტაჯებოდი, არ მე რესტრიქტორი უნდა მერჩია, მომეჭია, გამოშვა და რაღაც იქნება რამენად გამემართა ეგ სისტემა. მოკლედ, როცა ჩვეულებრივი შლანგი თიცვლება ეს, ანუ მაგალითად ჩვეულებრივი შლანგი როცა დგება ამის მაგიერ, იმას შიგნით არანაირი შეზღუდვა აღარ აქვს, პირდაპირ გამტარობაზე მიდის მთელი წრევა და ამიტომ ანუ ჰიდრაულიკის კონტურისკენ უზარმაზარი წრევა მიდის, რომელიც არ უნდა წავიდეს და საჭის მექანიზმში ეგრევე იგრძნობა, იმიტომ რომ რული ცალხარეს მიაქვს მანქანას თავისით. დაჟე ეს აკეთებს ეგეთ რაღაცას რომ დაქოქავ. იმდენად დიდი წრევა მიდის, რომ პირდაპირ მანქანა უხვევს, ანუ ადგილზე უხვევს თავისით, ან მანქანას უბრალოდ დაქოქავ და რულს ატრიალებს ეგრევე. გადაღებულია დაჟე ვიდეოებში ჩანს ეგ, რასაც შვება. აი ამ შლანგის გამო მაგას რასაც აკეთებს და კონკრეტულად აი ამ დეტალის გამოშვება მაგ ყველაფერს. ამიტომ თუ ოდესმე Edison 70-ზე გაგიფუშტებათ ჰიდრაულიკის შლანგი, ეს შლანგი თუ გაგიფუშტებათ, რესტრიქტორის გარეშე შლანგი არ დააყენოთ. მარტივი გამოსავალი ერთი ვიცი ეს როგორ უნდა გააკეთოთ, რეალურად გაფუჭებული შლანგი გადაჭერით, შიდა დიამეტრი ზუსტი ნახეთ რა აქვს აქ და სადაც შლანგს მოაპრესინებთ, ერთი მოსაპრესი აქ წამოწვით და იმ დიამეტრზე დაპრესეთ, რომ შიდა დიამეტრი იგივე გამოგივიდეთ და ოღონდ ეს თეორია, ეხლა მოვიფიქრე ამ წელს და არ ვიცი იმუშავებს თუ არა, უბრალოდ დიდია. თუ იმუშავა, მე კომენტარში დავიწერეთ, მაგ შლანგმა იმუშავა თუ არა. აქ გვაქვს რაზდატკის გამანაწილებლის ზეთი, ამ შემთხვევაში სვაგი. გამანაწილებელში სპეციფიური ზეთი ისხება ყველა 60-ში და ყველა BMW-ში და ზოგადად ანუ აპრობირებული მეთოდი არის ცენტრის, ანუ ორიგინალი BMW-ს შეფუთოში გამოყენება, ასევე ჩემთვის აპრობირებული მეთოდი არის ამ ზეთის გამოყენება, იმიტომ რომ უამრავ 70-ზე მაქვს გამოწვლილი ეს ზეთი და ყველგან ინდივიდუალურად მუშაობს და ეს არ აქვს საერთაშორისო მაღაზიაშიც გვექნება ვინმეს თუ დაგჭირდეთ რაზატკის ზეთი, შეგიძლიათ ჩვენთან შეიძინოთ ეს ზეთი ყველანაირი წვალების გარეშე გავაგზავნეთ. რა თქმა უნდა. ეგ რა არის იოსე? რა თქმა უნდა, ჩვენ ავტომობილში ისხება ლუკასი და ვინც არიცით, აქამდე თუ კიდე მოახერხეთ ვინმე და არიცით, ლუკასი ჩამოვიტანეთ ზეთი, რომელიც ასევე ჩვენ შოურუმში შეგიძლიათ იყიდოთ, ურიდიას 205 ნომერში და გამოიყენოთ თქვენ ავტომობილებში, ანუ ზეთი არის, ახლა აი მარტივად ვიტყვი რა. ბევრი კარგი ბრენდი არსებობს ბაზარზე, ბევრი კარგი ზეთი არსებობს ბაზარზე, თუმცა ჩემთვის ორი მიზეზის გამო. ერთი რომ ჩემი შემოტანილია და მეორე ის რომ მართლა კარგია, არის საუკეთესო არჩევანი და შეგიძლიათ პირდაპირ ჩვენთან შეიძინოთ, შეცვალოთ კიდევაც ადგილზე და ნუ ფილტრსაც რა თქმა უნდა შესაბამისი ვიყენებთ და შეცვლის სერვისით შესაბამისი გვაქვს ყველანაირი ტანჯვის წვალების, ვაიმე ბოლტი მოწყვიტეთ, ვაიმე სხვაგან ჩავასხით, კაროკის ზეთი ძრავში ხوار უნდა ჩაგვესხა და მსგავსი ისტორიების გარეშე შეგიძლიათ მოგზავნოთ შეცვალოთ, ძალიან ბედნიერი იქნება. ეს არის დანამატი ამ შემთხვევაში ზეთთან ერთად ვიყენებთ, ამ დანამატის გამოყენება არ გამოყენება ნებაყოფლობითია, უბრალოდ დამატებითი დაცულობისთვის მინდა რომ მაღალ ტემპერატურაზე მოუწევს საკმაოდ ბრძოლა ამ დროსთან საკმაოდ ხშირი, იმიტომ რომ ამ ყველაფრის ეხა პროცედურის მე რასაც უკეთებთ, რო გავაკეთებთ, ცოტა უნდა გადანასტრო იქნეს. ანუ სადამდეც შატუნი გაუძლებს არა, მაგამდეც არა, ცოტა ნაკლებ ძალას ამოვიოთ, ვიდრე შატურის კრიტიკულ რესურსამდე მივალთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მინდა რომ მაქსიმალურად დაცული ვიყო, ამიტომ მირჩევნია დანამატი გამოვიყენოთ, ცოტა ძვირია, მაგრამ სხვა გზა არ არის ამ შემთხვევაში. და ესაც შეეხება ზეთს, ავტომატური გადაცემათა კოლოფის ზეთი, ამ შემთხვევაში ფებია, ანუ ორ ბრენდს ვიყენებ ისე ძირითადად ზოგადად ავტომატურ კოლოფებში 6 HP-ს და 8 HP-ს. ერთი არის ZF-ის ლაივკვარდი, რომელიც ანუ ZF-ის ორიგინალი ზეთია და მეორე არის ფები. ამ ფებს ავტომატურ კოლოფებზე ვყიდდი, უმეტესობა მაგის ქვეშ გამართული რო დადიოდა იმ პერიოდში დაჟე. 2011-2010 წლებში. დღეს არის, ხო, მაგ პერიოდში, ანუ ის ვის 4 წლის იყო, დღეს არის 20 წლის, 20-22-ის. შესაბამისად, ანუ რაღაცა გამოცდილება მაქვს ამ კონკრეტულ ზეთთან დაკავშირებით და თამამად შემიძლია თქვა, რომ მუშაობს და ანუ შედარებით იაფიღეს ZF-თან, ამიტომ ესეც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ვიღაცის მაღაზიებს არ ვარეკლამებ. ესეც ჩვენთან გვექნება. ტაქს, ამ შემთხვევაში მორგვის საკის არის ვარემ განუყუთოთ. ეს არის ფაგი და იდეაში ორიგინალში BMW-ზე ფაგი აყენია თავის
ფაკი არა, ფაგია. ბრენდია ესეთი ფაგი, რომელიც ახალი ბოლტებიც მოყვება, ახალი ყუმბარის გაიკაც მოყვება და თვითონ ეს საკისარი არის ორიგინალი, რომელიც BMW-ს ქარხანაში გამოიყენება, ოღონდ ამ შემთხვევაში შეფუთვაში დევს. უბრალოდ ფაგი აწარმოებს BMW-ისთვის, შესაბამისად ხარისხი შესაბამისია, უბრალოდ $100 ნაკლებია ამაში გადახდილი, ვიდრე იმაში გადავეცდით. ასევე ელასტიური, მოჩათხებული ელასტიურის მაგიერ ვაყენებთ ამ ელასტიურს. რამდენ ხანში მოჩათხდება არ ვიცი, იმიტომ რომ პრაქტიკაში Made in Germany კი აწერია დიდი სიამაყით Z, მაგრამ swag-ის ელასტიურები პრაქტიკაში ესეთ ავტომობილზე ამ ჯანიანზე არ გამომიწია. ჩემს შორეულ ბავშვობაში 36 მეტრებზე ვაყენებდი და დადიოდა, მაგრამ აქ რა სიზავს არ ვიცი. ამიტომ საინტერესოა. იმედია რომ ელასტიურს ჩვენი 700-მდე ცხენის ძალა სადღაცა არა მოისმენს და არ დაიხვევს კარდანზე. ეს წერჟინები Edison-ს განსხვავებული აქვს, შედარებით მოკლეებია, ვიდრე ჩვეულებრივზე. აი, всё, საბარგულში და ნაწილების ქექვას მოვჭით, არ მოვჭით. აქ კიდე ერთი დეტალი მაქვს, რომელიც ასევე უნდა ამოვიღო, თუ წინაზე არ ამომიღია. წინაზე ამომიღია, კაი ბიჭი ვარ. ეგ არის. ავა დაიწყო. რამდენი ხანი გვაქვს გადაღებული? 40 წუთი გვაქვს გადაღებული. 40 წუთი მარტო გაყუთვა. რამდენი ვიდეოში უნდა ჩავტიოთ ეს ყველაფერი? ჩემი დადუღებული ფიხლოფები. აქ სივრცეში ცოტა გვიჭირს იმ დროსელების დაყენება რო გვინდა. კაი მიკლაკნილი რაღაცასაც ყოა მოგვიწევს. ახალი ტაოტი როგორც ასეთი აქ გამოტანილი არ აქვს. ადუშკებშია გადასამოწმებელი რა ხდება. აქ შეხედე ბიჭო. ამას უყურე ბიჭო. ოპა. იმედი მაქვს იმის ტრავერსი არ განსხვავდება. ეს ვაფშე ისი გიტარა უყენია ჩორტი განსხვავდება. რა იცი? ბიჭო, თუ იაბრაზე დევს, მაშინ არ განსხვავდება. აიცადე, ხა ჩავჯი. ამას უყურე რა აღმოაჩინეთ გარეცხვის შემდეგ. წავიდე ტალახში და დეგში ვორჩა. ხო, ვაფშე არ ეთყობოდა. მაგას შეხედე პროსტა რა ხდება. ეგ რა არის პროსტა ბიჭო. აუ და ტრავერსის გადადება. აი მაგის დედა ჩამოღებული გვექნება და გადავდეთ რა. როგორ არა გვაქვს შლანგი არა გვაქვს გამოსაძვრელი? დაათოლი ერთი კარგად დაათოლი, მე მგონი კიდე რაღაც საინტერესოებს იპოვე შენ. გიტარა უფრო გაღუნული. ხო, ეგ წინაზე ვიპოვე. მაგიტო ვიყიდე ორივე გიტარა, რომ აი მის ნერვები არ მქონდა, რომელი რატო დგას და სად არის გაღუნული. აი გიტარა გაღუნული თუ ამორზატორია აქეთ ამოღრეცილი თუ რა ხდება ჩორტიო მამუზნაეთ რა. აქ არ ვარ დარწმუნებული ეს საერთოდ თავის ადგილზე დგას. სადაც ეს არის მოწყვეტილი. ტრავერსი გვინდა. ხო, რა თესლი შლანგია ეს ვისია? ტრავერსი ბიზი დაჟე დიზელსაც იგივე აქვს. რანაი? აი მაგრაიდად. დიზელს აქვს და 50-ს აქვს იგივე. ანუ 8 ცილინდრიანი გვინდა. და დიზელის რატო არ გაწყობს? გაკ დიზელს. დიზელის ბევრად მარტივად ვიშოვ. აუ, რაღაცა არ წავიდა. იგივეა კოდით ბიჭო. ეს მაგარი თესლი შლანგი. რა, ძალიან. საერთოდ არ არის გახეხილი. ძველი დიზელის იგივეა, ძველი 4 და 8 იგივეა. 4 და 4, ანუ ტრიინოლი ბენზინის, ანუ N52-ის და N55-ის არ მიდის, დანარჩენი იგივეა. კაი, ტრავერსი ყველა ვარიანტში იცვლება აქ. აი, ყველა უსიკვდილოდ იცვლება. აქ რაღაცა რკინა რო დგება, ეგ რკინა სად არის? აქ ვაფშე კიდე რაღაცა დგება შეჩება. რომელიც ვაფშე არ გვაქვს. და მაგაზე დგება ეს რადიატორები. რადიატორ შეხედე რა ჭის. ეს თან შეცვლილია. ეს ახალია. კაი, ეხლა ესეც ახალია შეჩება. ეს პლასმასიც ახალია. კიდე კაი ვიყიდე მართლა ეს კომპლექტში და ჯუბა სადახარ? მადლობა ძმაო, მადლობა რომ დამაძალე და მაყიდინე, მადლობა. ეცეჩი უღრმესი მადლობა რომ ეს ყველაფერი ვიყიდე. არა ბიჭო, აქ ეს რკინა დგება დამატებითი კიდე. და ეს შლანგი ვაფშე იმის ქვეშიდან უნდა გადიოდეს, ზაშტრიგში ჯდებოდეს. და ეს პლასმასი ჯდება იმ რკინაში. ეგ რკინა გვინდა თავის ტრავერსიანად. კაროჩი, კაი, ეხლა დავურეკოთ ჯუბას. იმედი მაქვს დასვენებლად არ იქნება წასული. ბიჭო, წახვედი ქალაქგარე დასასვენებლად თუ შრომობ? არა, წავედი. წახვედი, როდის დაბრუნდები? ორ შაბათს. გამწირა ბიჭო. კაი შემოძმაო, მე ძლიერ დასვენებას გისურვებ. რავი, ხვალ მიდი და მოძებნეთ, ჩემთან იქნებ, უნდა მქონდეს ერთსალი. ხო არ შევიპარები, რანაირად მივიდე, ვინმე იქნება? იქნება ხვალ. ოკეი, კაი, მაშინ დაგირეკავ და მივა. ან დიზელის მინდა, ან იმისი, რა ქვია, 4 და 4, 4 და 8. წესით კი. კაი შემოძმაო, რაშია განსხვავება როგორ ვიცნო დინამიკ დრაივიანი და არა თუ ხვალე კამერით გაჩვენო ჯობია? სუხოი შეხედე და ეგ არის, მა. კაი შემოძმაო, მაშინ ხვალე დავეცემი. აბა ბედნიერი დასვენება შემოძმაო, წარმატებები და დროებით. დავარ. რაიპოვე. აუ შე. ხელით მოუშვი?
ჩამოიწია რომ უში? შეჩემა ახამდე იდგა. კაი, ჩამოწიო ნახოთ პარკინგში თუ არის რა, თუ ჩააგდეთ. და დავწუდეთ რომ მანდ იყო პრობლემა. შეგნით აფოშში. მე იგრები მიმოსგავი, არის შიგნით მეთქი სოლენოის ფული აქ და მაგით ვერ ხედავს და რაღაცა ის ფიქრობდიო, თურმე ვიღაცას მოშებული დაუტოვებია. მოჭერილი. და მოჭერილი. პაპო, პარკინგში რატოა პაპო? დააპარკი და პაპო პარკინგში რატოა? მე რა ვიცი, ბრა. უი. დაუკეთე, ბრა. გააკეთე, პარკინგი მოაქვა, ერთი პრობლემა მოაქვა. შეიძლება აჭირდა მანამდე. საკუთარ გამოწვეულ პრობლემებს მარტივად აგვარებს, ანუ რაც ყველაზე კარგი აქვს რა. პაპოს მაგას ვერ დაუკარგავთ. კი, გასავდა. აი, ეხლა ვნახოთ ჩვენი გუშინდელი რეცხვის მერე სად რა ხდება. სად რა მდგომარეობა აქვს. აი, მოდი ჯერ ეს ფლიანეცები ვნახოთ, შენ ასე სიზახი მკვდარი იყო. აი, ესენი მოკვდა. აქ თუ წინტოს ვიდეო აყენია და ესენი ცოცხალია. ესენი შესაძლებელია. აუ, რა დღეშია, მე ჩინთარი ჩაწყვეტილი. კაი, ფლიანეცები, მაგრამ მოიცა ფლიანეც რატო უცვლით პაპო? ფლიანეც რატო უცვლით? მე რა ფლიანეცები გაშესწრელი. გული. ცენტრი? ხო. მაგრამ იზოლენტები ქონდა დაყოლილი ცენტრი. და ცენტროკებს ვიყიდე პირდაპირ. ანუ ფლიანსი რატო შეცვალო? ბოლტები გვინდა იდეაში და ისინი გვინდა. ეს ბოლტი ამოსაღები აქედან. ტოს კიდევ დავაყენებდი მე პირ. ფლიანსებს თავის ბოლტებიანად? ია. მაგდენი კი უნდა დაждდეს. კაი, შევცვალოთ ფარი. ესე იგი, აქ სისველეს რაც შეეხება. აქ შაანათ ერთი. კაი, აქ მე მგონი იმდენად არ არის, ზეთი რომ აღარ ჩამოდის არაფერი. так, აქ დავინახე რაღაცა გორიან. სველია. ნოხი. ხო, ნოხი აქვს სველი. კაი. რაზაკას ვიცოდით რომ გაზდიოდა ის და საბა აქ ვანათ ერთს, აი აქ რა ხდება. გამისხედა. აი ეს ახალი სისველი აქ, აი. ხო, ნუ უკანასანი გზგავს. კი, თან გავს. ძრავის გავს თანაშკარად. საგანგაშოს ვერაფერს ვერ ხედავთ. რაც ძალიან ვახარებს. კაი, მოკლედ დავიწყეთ ახლა ნელა ცხვირი დავშალოთ ვაფშე თუ გინდა. ყველაზე მარტივი ალბათ იქნება. თუ ზეთები ჩამოუშვათ ჯერ. მე მგონია ზეთები ჩამოუშვათ. რის მნიშვნელობა აქვს ზეთი წყალი ყველაფერი ჩამოშვებასაც შევძლებ ჩამოუშვათ. და ტვინი არ გაგვიგვიწევს. ჩაეთხებოს და თანასწორებს. ფიტრიზები დაგუტა. აი დარჩა. ესე იგი, კოლოფიდან ზეთი შვით და ეგეთი შავი ზეთი დიზელის ძრავიდან არ ჩამოსულა. ისეთ მდგომარეობაშია კოლოფში ზეთი, რომ იმედი მაქვს ფრიქციონები გადარჩენილი იქნება. თუ არა და მე ეგ არის შარიცმო. თუ არა და მე გადავეწყობთ 8HP-ზე. და სპეციალურად არც მინახია რომ იმის გაეკეთებინოს M-ზე და საინტერესო იქნება ძალიან როგორ გამოვა. იმედი მაქვს რომ გამოვა. ესე იგი, პირველი დღე დასრულდა ამით, რომელი საათი არც ვიცი, ალბათ იქნება სადღაც 9:10. ჩემი ვარაუდით. კი ბატონო, 11:09. პირველი დღე დასრულდა ამით. დილით თავის ხოვით რო შემოვიდა ეს მანქანა. ესე იგი, როგორც ასეთი, რა თქვა რომ რამე ბევრი ზეთები გაზდიოდა, არა. კრიშკის, ანუ ძრავის ხუფის შუასადებებს ნაოფლი აქვს, ანუ ისე რომ ლიტრობით ზეთი დაექცია, ეგეთი ეფექტი არა აქვს. აუ, იცი რა მაინტერესებს. პაპო, მოდი ერთი კამერა დაიჭირე, რა სვეჩები აყენია, მაგრად მაინტერესებს რა. სვეჩი უნდა ამოვიღო. ბაბინები მე მგონი შეცვლილია. მაინტერესებს ცილინდრშიც რა ხდება, თან ძალიან. ამას ადრე როგორ ვაგდებდი ხოლმე მარტივად. აი ეს არის. თითი მოვიწყო.
საკითხი იცის. არა, კი უცვლი არა. ეგრე ძალიანაც არა. მარე ყველა სამოყარი. ვინმე სოციალ მიუშვი. ვეძ რომელი იყო? ის მაინც დავიმახსოვრე. შორს მეოთხე იყო. ტაქს, რა ბაბინები აყენი? ამაზე ეყენა სულ ახალი ელდორები ყველა. კი ბატონო, ეს ელდორია. ოღონდ BMW-ს ემბლემით არის, OM-ია ეს. აი ამ ბაბინებს არ ვყარით. ბაბინები კაი ჩანს ბიჭო. კაი ჩანს რა, ანუ შეცვლილი არ ჩანს. ესეც ელდორია. კაი, ეხლა ამოვიღოთ სვეჩები. მე მგონია რომ ეს ჩავარდნები ამას რაც აქვს ლაითი. მაგ სვეჩების დამსახურება. ო. ანახი ადამიანურად არის გადაჭერილი. რა სიძახი ადამიანურად არის ბიჭო გადაჭერილი. მე მგონი ხება მაწყინა. გვერდზნებოდა კარგად ჯასვერატან და მაგის შეიძლება. ავა ნახოთ ეხა. იგი ვერ ვიცოდა პროსტა კარგად. რაც მოეჭირა დატოვა. ბიჭო, ალბათ სადღაც 650-ის დიაპაზონშია. და წონა რა გაბას? მძიმეა. 2100 რაღაცა. 12 და 7-ში დადის სტოკი 100-200. ჩქარი კი არ არის. ბიჭო, ძალიან კაი სამართავია და 0-100-ია ძალიან კაი რა. ანუ ამ ხელა ხრონგის კვალობაზე. შიგნით რო ზიხარ, აი 0-100 საჩქარებას ისეთი მაგარი ეფექტი აქვს. რომ სულ გავიწყდება 100-200 რამდენში დადის. კვადრო მოგწო? კვადროზე არ არის, ხრონგზეა. თორე კვადრო რა შუაშია, მე არაფერ შუაში არ ვაფშე მიხსენებია კვადრო. აჩქარება ხო? ცოტა გადაუჭირი. ვაფშე არ მიხსენებია კვადრო და აჩქარებას რაც შეეხება, რაღაცა ეჟეკა, BMW-ს ორიგინალი ჩინური. ეგ არის რაც უნდა ეყენოს. არ არის ორიგინალი. ოღონდ ორიგინალი სოჩი არ არის. აი ეგრევე ეთყობა რომ არ არის. მაგრამ კაი ნამუშევარია, არა აქვს ცუდი ნამუშევარი. რო გითხრა რაღაცა სასურები სხვადასხვა აქვს. ჯვარი იმენა არ გავს ორიგინალს. არის ორიგინალი. რა იცი. ეჯეკას პონი სადაც არის ორიგინალი. შეიძლება BMW-ს ეწეროს. როცა ვნახო რისია რა. საერთოდ ეჯეკამ თავისი ძალიან ბევრი ქარხანა გადააიტანა ისევ იაპონიაში. კაი, გავაძეთ კამერა დავათვალიერეთ, მაინტერესებს ის კამერაში კი არა ცილინდრში რა ხდება. სოჩებსაც შეეხება, ცოტა ხანში გავარკვევ ამ სოჩების წარმომავლობას. აუგეხეცები ხე გაუბედურებული არ იყოს ცილინდრები რა. მივეყუდეთ ეგრევე. ორო შეჩემ ჩასული. სად იყო ჩასული ბიჭო? ჩასული იყო მეთქი. ბოლომდე არა, მაგრამ ცოტა ჩასული. რავი? ეხა შენა კედელი არ დამანახო ცილინდრის მეტია. აი ჩასული არის ეს პაპა. კლაპესალიკები გვინდა. კლაპესალიკები სასახად ვიცით რო გვინდა. წესიერზეთიც უნდა. ამოვხედოთ ერთი კლაპანს რა ხდება. კლაპესალიკები აშკარად გვინდა. აი მენა გვინდა, ეგ შეხედე რა ხდება. კლაპესალიკები გვინდა უეჭველთან. აკ, რა გითხრა რომ დახაზულია თქო მოგატყობ. ეს სასურველი არ არის რაც ავას ქონა. არც ჩახაზული არ ქვია მაგას. კვალია კუბოთ ცილინდრებს. ჯუჯღია გამ დირო დავირაღე გულმა დავარტყა. ჟუჟღია. ცილინდრები ნორმალურად. ცილინდრები საკმაოდ კარგია, შეობა გიბოკ. ძალიან მომწონს ვინდა გითხრა. შავატრიელო? მოშნად გასდის საკნიკებს იმენა. არა, მოშნად გასდის. საერთოდ არ მეგოჩ ცევა რო აქვს და თარო ბოლოს. არა, ცილინდრები კანფეტია. თან ლუსილია, ჩაგიზულიც არ არის. ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემო პაკიბოკ. ბიჭო, კრიშკა მეგონი ინჟექტორის ამოუღებლად იხდება, კი? ინჟექტორები არ გვაქვს? არა, ინჟექტორები გვაქვს, შეჩება $400 ღირს თითო. არა, შვილი, რა ერთადერთი ეს ვაკარა იმის გამო ვიყიდე რომ ვიცოდი რომ მე-12 სერიის ინჟექტორები ეყედა. ანუ ინჟექტორები რო ქონდა გამოცვლილი, მაგიტო გადავწყვიტე რომ ღირ დაყიდვა. იმ ყველა ზვირი ამ მანქანაში არის ინჟექტორი ახლა. მეორადი ღირს $150, ცალი. ოღონდ როგორი მეორადი იცი, არავინ არ იცის მუშაობს თუ არა. მოდი ძმაო, წაიღე, რაც იქნება, იქნება. ხო, აი ეგეთი ინჟექტორი. ხო, აი ეგეთი ინჟექტორი ზუსტად რა. ღირს $150 მეორადი. N54-ზე და ამ სირობაზე მიდის, მეტი არაფერზე არ მიდის ვაფშე. აგიტო მეზიზღება N54. აი იმ ინჟექტორების გამო ვერ ვიტან. თორე თვითონ ძრავი ძალიან კაი ძრავია. რას ვიტყვი და დღეს სხვათა შორის ძალიან პროდუქტიული დღე გქონდა, პაკიბოკა იყო ჩაღა. არა, შეძბობა სუძოდა, ჯერ დავინახე რომ გეძინა მაშინაც არ გითხარი. არა, დღევანდელმა აი ეს ბოლტი დავაკდა წინაზე და უნდა დავუკეთო თუ ეჭველი. იმის რა ქვია. მაპსენსორის. ზევიდან პროსტა ვერ გავუკეთე ვერანაირად.
დღეს მე ძალიან ყოველფილი ვარ ჩვენ დღევანდელი დღით. კაპრისალნიკების აღმოჩენითაც ძალიან ყოველფილი ვარ. მეგონა რომ მარტო ტურბინა ბოლავდა, მაგრამ მარტო ტურბინაზე ეგრე ბოლო არ ახასიათებს როგორც ეს ბოლავდა. რო დადიოდი მაშინაც ბოლავდა და თან საქშენები ვიცი რომ მუშა გვაქვს და ეგრე არ უნდა გაებოლა ტურბინებს. თან ტურბინები არ უნდა ყოფილიყო ძალიან მკვდარი. ამიტომ ეხლა კაპრისალნიკებში აღმოვაჩინე ძალიან გამიხარდა. რა? ფრანკენშტეინია ჩვეულებრივი ფრანკენშტეინია. სიყვარულის ხელს მოითხოვს კი არა და ის არ ქვია. სამაგიეროდ რო დადიხარ იმედად სასიამოვნო ამიცია რომ გიღირს აი ეს ყველაფერი აი ტაჯოდ გიღირს. ყოველ შემთხვევაში მე მიღირს. მაგიტო ყავს შეჩება 5-ია. აი შენ ჩამოღებულია ძრავი დილით დავშალე წყლის სისტემა ეხა გადის ამ ოღონდ დღეისთვის დავამთავრეთ დანარჩენს ხვალ გავაგზავნეთ თქვენთვის ორ წუთში არა არ გამოვიდა თქვენთვის ორ წუთში იმიტომ რომ რო გადავხედეთ მასალას იმხელა მასალა იყო გამოსული ანუ ეს ვიდეო იმხელა იყო რომ ამ ვიდეოს გაგრძელება უკვე ლოგიკური აღარ იყო მონტაჟში ძალიან დიდ დროს წაიღებდა და 2 საათიან ვიდეოსაც ბევრი არ უყურებს მიუხედავად იმისა რომ გვიწერთ ხოლმე რომ 2 საათიანი 3 საათიანი დადედო ერთხელ ნუმაქნევით იმას რომ 60 საათიანი პირდაპირ რო მასალა გავუშვათ და სვარ გადავდოთ YouTube-ზე მოკლედ ეს ვიდეო დღეს აქ დავასრულეთ და შემდეგ ვიდეოში შევხვდებით დროებით